პროექტის საგამომცემლობის ავტორი. მანამდე მინდა გესაუბროთ მოკლედ ამ წმის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა უკვე შესული არის ამაზე ვინც იყო კუსკარო ნარკოტიკებთან დაკავშირებული, სიმაღლეზე ინფორმირებული, იმისათვის რომ როდესაც ნარკომოხმარება, ნარკოტიკები ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე პრობლემას. ეს წარმოგვიდგენს თავის შემთხვევაში ეს ისეთ ჰალუცინაციებს, როგორც მხედველობით, ისევე სმენით, ერთად შეუძლებს დამოკიდებულება. შინაგანი საქმეთა სამინისტრო ეს თვალსაჩინო კი აღარ არის სპორტის და სპორტის სამინისტრო. Რამოდენიმე ხნის უკან ჩვენს მიერ ინიცირებული იქნა კანონ პროექტი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე რეცეპტით გამკაცრებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი გამოიღო და დღესდღეობით მინდა ამაყად გამართულად თქვა, რომ დღესდღეობით საქართველოში ძნელად მოიპოვება ეს ნარკოტიკული საშუალებები, ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მხოლოდ ჩვენი მიზანი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებლების დასჯა, არის გავთვალეთ ეს და ვაპირებთ მომავალშიც როგორც დღეს დავიწყეთ კამპანია ანტინარკოტიკული და ყოველ შემთხვევაში ჩვენ გათვლილი გვაქვს არა მხოლოდ დასჯაზე, გვინდა მათი რეაბილიტაცია საზოგადოებაში და მათი დახმარება მოახდინოს ჩვენ სამინისტრომ. პირველ რიგში ხაზი მინდოდა გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ ამ მიმართულების მართვა, ნარკოტიკული დამოკიდებულების მართვა და მოგვარება არ არის არამსუ ცალკე აღებული რომელიმე სამეისროს, მაგალითად ჯანდაცვის, არამედ მთლიანად მთავრობაც კი ვერ გაუმკლავდება ამ პრობლემას. თუ არ იქნა საზოგადოების მხარდაჭერა. გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში არის დიდ ნაწილში საკმაოდ სწორხაზოვანი დამოკიდებულება ამ თემისადმი, რომ გვიხსნიან, რომ ეს დაავადება არის და არა დანაშაული და არ უნდა დავსაჯოთ და არამედ უნდა უმკურნალოთ. დამერწმუნოთ, ეს კარგად გვესმის, ამ წარმოდგენილ პროექტს ჰქონდა მრავალთვიანი შესწავლა და სახელმწიფოს უკვე მზად აქვს ფართო მასშტაბის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას მოიცავს ამ ადამიანების რეინტეგრაციას საზოგადოებაში, ზიანების შემცირებას, მოთხოვნის შემცირებას, მიწოდების შემცირებას და პირველ რიგში მათ მკურნალობას და რეაბილიტაციას. დღემდე არ ყოფილა კომპლექსური, კონსოლიდირებული ასეთი ერთიანი მიდგომა და კამპანია, როგორც დღეს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროექტი ხორციელდება, მოზარდების ინფორმირების მიზნით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორი განწყობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ეს მოსწავლეები, როგორც სკოლაში ღებულობენ ინფორმაციას, ისევე სკოლის გარეთ. ამიტომ თუ ეს კამპანია დავა თითოეულ მოსწავლემდე, ჩავა ყველა კლასის მოსწავლემდე და არა მხოლოდ გარკვეულ ასაკზე იქნება ორიენტირებული, ექნება ძალიან დიდი პოზიტიური შედეგი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა სამინისტროს აქტიურობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობა, რომელიც ჩვენთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ასევე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი მასიური სპორტული ღონისძიებების ინიცირებაზე და ამაში ჩართული იქნება საქართველოს ყველა საჯარო სკოლა. ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება, გამოხატავ თვითონ ეს სლოგანი დამოკიდებულებას მთავრობისა ამ პრობლემისადმი. რა თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. სპორტს ჩვენ განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ, იმიტომ რომ ეს ალტერნატივა გახლავთ, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ახალგაზრდა თაობას.